იაპონიის რემილიტარიზაციის ამჟამინდელ პიკად შეიძლება ჩავთვალოთ 2022 წელი, როდესაც სახელმწიფომ ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია მიიღო, რომელიც პრაქტიკულად თავდაყირად აყენებს იაპონიის პაციფისტურ კონსტიტუციას. ამ სტრატეგიის მიხედვით იაპონია უკვე არა მარტო შეერთებულ შტატებს, არამედ სხვა მოკავშირე ქვეყნების დახმარებაზე იღებს, სამხედრო დახმარებაზე იღებს პასუხისმგებლობას, მათ შორის სამხედრო შეიარაღების მიწოდებაზე, ასევე ის იწყებს შორმავზილზე ფრენი რაკეტების წარმოებას და რაც თავარია ის უერთდება გარკვეულწილად ნატოს მოთხოვნას, რომ მან დახარჯოს მთლიანი შიდა პროდუქტის 2% სამხედრო თავდაცვის უნარიანობის გაზრდაზე. ჩინეთისთვის იაპონიის მილიტარიზმი საკმაოდ სენსიტიური თემაა და ის ყოველთვის მოუწოდებდა ოფიციალურ ტოკიოს, რომ შეენარჩუნებინა კონსტიტუციური პაციფიზმი. გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთში ჯერ კიდევ ცოცხალია ის ისტორიული მეხსიერება, რაც ამ ქვეყანას მეორე მსოფლიო ომში გადახდა თავს, გულისხმობ იაპონიის საკმაოდ ბრუტალურ ოკუპაციას ჩინეთისა და კორეის, როდესაც იაპონელებმა არაერთი ჟლეტა მოაწყვეს ჩინელების და მეორე მსოფლიო ომში იაპონიისა და ჩინეთის დაპირისპირებას დაახლოებით 20-დან 25 მილიონამდე ჩინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს ამ ისტორიულ მეხსიერებას იმახსოვრებს, ასე ვთქვათ, ახანგრძლივებს, აცოცხლებს ჩინეთის კომუნისტური პარტია, რომელიც მაშინ ჯერ არ იყო ხელისუფლებაში, თუმცა აი ამ იაპონიის ოკუპაციის წინააღმდეგ საკმაოდ აქტიურად იბრძოდა.